საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. გაიგვიძეს? არ მინახავს, მაგრამ ისეთ სიჩუმეა, ალბათ ზინავთ. გავაღვიძებ რა, ერთი სული მაქვს როდის ადგებიან. და გინდა უცებ გავიყვანოთ დრო? ადგებიან უკვე. მაშინ ძალიან უცებ გავიყვანოთ. გავაგინდა? კარგი ვიჭორავთ. წელს გვექნება ყველაზე ლამაზი ნაძვის ხან. არა? კი, როგორ არა. მაგრამ იცი რას ვფიქრობ? აი, ძალიან კაი ყველაფერი რო ვიყიდეთ, უბრალოდ სტუმრებს ხელოვნურ წიწვებს ხომ ვერ ვაჭვევთ რა. შენ წებრი ხარ? მთელი ხელფასი დავხარჯამეთ. მე მთელი არა, მაგრამ ბევრიც არაკლია. სამაგიეროდ ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გჭირდებოდა. ხო, განსაკუთრებით აი ბოლოს ნათურები რო ვიყიდეთ, ეგ წარმოადგენდა სასიცოცხლო მნიშვნელობას. არა? კი, როგორ არა. მთელი გზა ვფიქრობდი ესენი რო არ გვეყიდა, რა გვეშველებოდა თქო. მებზე ვართ გადარჩენილი. ეს რა არის? ნინი ატაკი ნაძვის ხან მოვიდა. ხო, აბა ეს თუ თავისით მოვიდა. იცით რა მაგარი ნაძვის ხია და საჩუქრები? ხმა არის, ეს ჩემია? არა, ეგ დედასია. დედასი? მაშინ ეს ჩემია, ხო? არა, ეგ ჩემია. აი ზუსტად ისი ეს ჩემია. არაფერით შეგეშალა. ეგ არის მანანა ბებოსი. აი, ეს არის შენი. არ მინდა ეგეთი პატარა საჩუქარი. არა, ეგ დედა ჩემისაა. აბა ჩვენ არაფერი არ დაგვრჩა? არა. თქვენ არ თქვით, წელს არ გვინდა საჩუქრებიო. ან თქვით? შენ თქვი? არა, იტყუება. კაი ხუმრობს, ყველაფერი თქვენია. რა? აუ, ეხა შეიძლება სიხარულისგან გული გამისკდეს. აუ, არ კარგად. აუ, ბებოს რამე წამის წამალი არ დაუტოვებია. აუ, დამალევინეთ. შენი კი არა, ჩვენიო. სად მინდა? ჩვენს ოთახში ვალაგებ. მე აქვს გადა აქვს. მამა? გამარჯობა შვილო. დამბედი რო არ ნერვიულებ და გეტყვი. რა მოხდა? ლევანი დაიჭირეს. რა? ხო, შენ ვინ გითხრა? განყოფილებიდან დამირეკეს. ლევანს ჩემი ნომერი მიუცია და ჩემთვის რო დაერეკა არ შეიძლებოდა? არ ვიცი, ალბათ არ უნდოდა რომ გენერვიულა და კარგი მამა, რასო ჩემზე დარდობს რა, მაგას ერთი წუთით მაინც რო ვიფიქრე, ჩემზე და გიორგის ეხლა იქ არ იქნებოდა. ცი რა. მე არ ვაპირებ მაგის დაცვას, მით უმეტეს შენთან. მაგრამ ჯერ გავიგოთ, რატომ მოხდა იქ. რო დამირეკეს, ისე დავიბენი, ვერც ვკითხე, რა მოხდა მეთქი. მივიდეთ განყოფილებაში და გავიგოთ, რა ხდება. ადვოკატი მაინც თუ ყავს მაგ იდიოტს რა. კარგი, ნუ ნერვიულა. არ შეიძლება ესე. ჯერ მივიდეთ. გავიგეთ რა მოხდა. მერე გავუბრალდეთ. კარგი რა. მე გურამს დაურეკე. 15 წუთში დამბერი და იქ ვიქნებიო. აი გურამი შეაწუხე მამა. ნუ საუკეთესო ადვოკატი ეგ არის. აი მე რიდება რა. კლასელისთვის ცოტა შეწუხდეს, არაფერი მო. აუ ესენი გადადიან ეთყობა ხო?
არა გავალუკი არა დამმალეთ სადმე. ეხლა იქ იქნება ყანწების ფრიალი. აი ხო, ჩემი ლავაზი გოგო. ნათლიას გავხარ. ხო, აბა ერთი გაებედა და ან დედას დამსგავსებოდა, ან მამას. როგორ ხარ, დასიკო? მაგერ ხას მოხვედი. მაკა ძალიან სუდროს მოვყიდა, ძალიან სუდად ვარ. რა ხდება? აუ ბავშვებო, გადით რა ერთი წუთი რაღაცა უნდა ვთქვა. მიდი, სანდრო, მიდი. ლევანი დაიჭირეს. რა? ელენეს ლევანი? და რატო ასე დავებიან? მე არაფერი არ ვიცი ელენეს დაურეკე, ისეთი ხმა ქონდა, ვერაფერი ვერ ვკითხე. აი, როდის დამთავრდება ამ კაცების გამო, ჩვენი ტანჯვა წამება შეიძლება გავიგო? სად არის ელენე? განყოფილებაში მურმანთან ერთად. იმას მურმანისთვის დაურეკავს ელენე არ ვანერვიულო. ხო და რომელ განყოფილებაშია წავალ რამეს მაინც გავიგე. აბა რისთვის მოვედი ზაზა? რა ჩაიცვით ახლა და წავედით დროზე, რა გავარკვიოთ ყველაფერი. ნათი არ ეკავს? არა იღო მაკა. რატო? რატო მაგის ნერვიულობის თავი გავს? წავედით? ბავშვებო, გავალთ ჩვენ და მალე მოვალთ, ჭკვიანად იყავით. ალო? დიახ, გისმენთ ბატონო ზურა. გამეგო, დიდი ბუდიში ამ შაბათ დღეს რო გაწუხეთ, მაგრამ რა შეწუხებაა, რას ლაპარაკობთ? თქვენზე უკეთესი ვინ დამირეკავდა. ასე რომ შეგიძლიათ შემაწუხოთ რამდენიც გინდათ. გონი ახლა მე შეგაწუხეთ. თამრიკო, მოკლედ ნიკასთვის რო დაგიტოვე საბუთი რო უნდა გადაეცა. გადაეცი, იმიტომ რომ მირეკავს რო ვერ ყოვულობ ამ საბუთს. როგორ გამოვშტერდი, ჩანთაში ჩავდე და დამავიწყდა ეტყობა. კარგი, არა უშევს, მოკლედ იქნებ დაურეკო და სადმე შეხვდეთ, ხო? და გადასცეს. არა, არ მინდა დარეკვა და შეხვედრა. ჩემს გვერდზე კორპუსში ცხოვრობს და მე თვითონ მივალ. აი, მოკლედ როგორც გინდა მოაგვარე, ხო? კიდევ ერთხელ გიხდით დიდ ბოდიშ ბატონო ზურა, ამ შაბათ დღეს რომ მოგიწიათ ჩემთან დარეკვა. კიდევ ერთხელ არა უშევს. მოკლედ დროებით. დროებით. აი ელენი გეხვეწები რა ჩვენ დაწყნარდი და რასაც გინდა იმას გავაკეთე. აუ მინდი შედი და უთხარი იმ იდიოტს რომ არ დამენახოს თვალით. მაგას რო გამოვა ისედაც უეთყვი. კარგი ხო გავიგოთ ჯერ რა ხდება. რა უნდა მოხდეს მაკა? წესიერი საქციელებისთვის ადამიანებს ციხეში არ იჭერენ. ნახე თქვათ ეგრეც არა. აბა როგორაა? როგორ და ხანდახან გაუგებრობებიც ხდება. როდები? და სანამ გაუბრაზდები ჯერ გაგვეგო რა მართლა რა ხდება. რა უნდა ხდებოდეს მაკა? რა? ყველაფერი ამ კაცების გამო ხდება საერთოდ დედამიწის სულხსა. მაგათი დანახვაც აღარ მინდა. კაი, ხე ხარ გაბრაზებული და მაგით ოლაპარაკობ. მე გადაგივლის და ნახავ მე როგორ ოლაპარაკებ. იყავი მაგ სასწაულის იმედად. აუ ნათი არ ეკავს რა. ხცოდოა ეს კიდე ინერვიულებს. არ მაქვს ამ შეცხადებების თავი ახლა რა. კაი, არ შემიძლია. მე საღამოს დაურეკავ, იქნებ მოხდეს მანამდე რა კარგი. გულობ ყველა ხარ, მაგრამ რა უნდა მოხდეს კარგი. იქ სადაც ლევანია, კარგი არასოდეს არაფერი არ ხდება და მე რატო ვერ შევიგნე ეს რა. ეს უჩი ყველაფერი კარგად. მე რატო არ ამოწყდებიან ერთ დღეს? არ შეიძლება გავიგო. ეს ზაზა მართლა ამოწყდა თუ სად არის ამდენი ხანი? სამი ყავა ვერ მოგვიტანა? კოტიკო, ადექი თორე დარჩნენ ბავშვების სკოლაში. მათე კიდე მამაოსთან. გადადგავს იქაურობას. მოდივარ ნავთი, მოდივარ. ავდექი უკვე. ვაიმე, ჩემი სიკვდილი. კუძი რა გჭირს? არ ვიცი, ცოტა წელი ამტკივი და წამოწვევი იქნებ გამიაროს თქო და უარესი და მე მართლა ვეღავდგები. ვაიმე, კოტიკო. აი ეგ იმისი ბრალია, ყველაფერს რო შენაკეთებ, ყველა საქმე და მათეს ბანაობაც ეხლა. თა როგორ მოპუტყუნდა ამ ბოლო დროს. და ჩეკიდა, გინდა სასტრაფოს გამოვიძახებ, თუ რამე გამაყუჩებელს გაგიკეთებს. ბავშვებს აუყოთ შენი ის სკოლაში ყوار დავტოვებთ. ვაიმე, მე წავალ, მაგრამ არა მოიცადე. ჩემ გოგოებს დავურეკავ და ვთხოვ.
ტასოს მაინც ამბოლ დროს უცალია. აი მე მითიშავს. ეთყობა სულ აღარ ცალია. მეცა ელენას ვთხოვ, ცდი რა. აი მე ესეც მითიშავს. ნუ ამას ალბათ კლიენტი იყავს. ვერთი მაგასთანაც დავრეკავდა. აი მე ესეც მითიშავს. მშვიდობა აქვთ ნეტა? არაფერი კაცო, არაფერი. არსალი ახალს წინა საახალწლო პერიოდია და 1000 საქმე აქვს. აი მედი, აი მე ჩვენ რა ვქნათ კოტიკო? დაულეკოთ რა ნათი ბავშვებს რა. დიდები არიან, მოვლენ თავისით რა. მათე? ოი მათე ხო. მამა ოსვეტყვი და მოიყვანს. არა, იქნებ მეავდგი. აი არა, არა კოტიკო იყავი შენ, მე სასტრაფოში დავრეკავ. გამოვიძახებ. არა მოიცადე. მანამდე წითელ სპორტულებს მოგიტანდი, იმას ჩაგაც მხატავს ისე გიხდება. იყავ შენა. მე თუ შემოძლებინე. სულ არ იყო საჭირო ახლა ეს. შენ. არა, მე ჩქარები, მოკასახშია. არა, დედა, მამა და თავიანთი მეგობარი რაღაც წავიდნენ, არც დაუბარებიათ სად. დედასთან ქონდა საქმე? გინდა დაუბრუნდეთ? არაფერ სერიოზული არ მქონს. შემურა, პიცას გამოვიძახებთ, კომპიუტერზე ვითამაშებთ, ნაძვის ხეს ავაწყობთ. ხო, ჩვენი მეგობარიც მოვათან. არა, მე ჩქარება, რა მერე იყოს, ძალიან მინდა, მაგრამ მე ჩქარება. კაი, წავედი, კარგად. 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 დედა, უკარა კაია მოგისწარი. რანია? შენთან მოვედი. სპექტაკლი? არ მოინტერესებს. დღეს სპექტაკლი არ მოინტერესებს. დღეს შენი დღე. ოსადრო მოხსენი რა, ხო ხედავ არ უხდება. რატომ? მე თუ მკითხავ სამალამაზიო. მადლობა მაშო. აჰა, ესეც მე ვარ? რა უმაზი ნაძვისხე გაქვთ? მეც მინდა დავხარე ნაძვისხე. ჩვენი რამ ხელა იყო, არ იცი. ნახევარი საუკუნის იყო მგონი. ეს რო დედამ გაიგოს. ბებომ თქვა იმ ნაძვისხეზე, რომ დედას ხელა არისო. თოდა კი ეკლდა. ჩვენ ბებოსაც აქვს ძველი ნაძვისხე. ვერცხლისფერია. კანფეტის ფორმა აქვს. ეს რა არის? ეს მამას მოფიქრებული სია. ცალკე სანტას წერთ. და აქ კიდე რაღაცებს. ნუ თუ დავიმსახუროთ გვიყედიან. არ მგონია დავიმსახუროთ, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევაში ჩვენი რა მიდის. აუ, რა მაგარი ტრადიცია. მეც უნდა ვუთხრა დედას. აუ, ძალიან დავიღალე, თან ძალიან მომშივდა. იცი რა გამოვიძახოთ? ბარე მაგვეწყო. რა დედასავით ლაპარაკობ რა. შენ კიდე მამასავით. აუ, ჯერ გამოვიძახოთ და მე ავაწყოთ. თან მაშოსაც შეა, ხო? მართლა შეა? ხო, რა ვიცი. აი, მაშინ გამოვიძახოთ. Yes. კაი, წავალ მამას მიურეკავ. მეურისაც ხომ არ ინებოდ? არა, მოდი ერთი აწუთში იყოს, კაი? არა. ერთი განახარა სახე გაქვს რა. რა სახე მაქვს? ახლა მოთხრული ვერ ვიგრები ახლა და არა. უბრალოდ ისეთი ნეტარი სახე გაქვს, რომ მე მგონა ვიღაცას ეფლირტავებოდი. აუ ფლირტი კი არა ბიჭო.
სიცხიანი ბავშვი დავდოვე აი ამის გამო ისე მენატრებოდ. სიცხე რატომ აქვს? კვილი გადაიყვანა ჭუიდან. აი ნუ აზვიადებ და ყველა ბავშვი ესეა მაგასაკში. რას ვაზვიადებ? ძალიან პატარაა ბიჭო. ხო, მართალი ხარ. რა დროს მაგის კვილია, მე შარშან ამომივიდა. მინე უთხარი ჩემთვისაც დაიწყეთ. მარტო შენთვის შეუყვეთ, ხო, რა იყო, ხავს? არა უშავს. მე რო გელოდები ხოლმე, რა არო. მალე იქნება, მეორე. 2 წუთში. 2 წუთში იქნება. მე 2 საათი გელოდი სხვათა შორის. ო, ვიცი მართალი ხარ, მაგრამ დღეს მეპატიება. მოხდა მე? მაგას მეგობრის ქმარი დაიჭირეს და განყოფილებაში ვიყავით. ვინა ბიჭო? რომელი? ლევანი, ელენის ქმარი. ამ დილაუთენი არაზე დაიჭირეს? ჟალცნობრი კაცი, რა შვაშია დილაუთენია. ჯერ ერთი დილას რატო ვერ დაიჭერდნენ და მე მეორე წუხელ დაუჭერიათ. ფრაზე მე. აზე არ ვარ. ცოტა სტრანი ტიპია, ვერ გავიგე. ბიჭო და ელენამ რა უნდა? მაგანაც არ იცის. მაგარი ჩახლართული ამბავია, უგლეთ. ეს ტიპი თამაშობდა თუ რაღაცას მაინდა და არ ვიცი. მე დატყდა ესპანეთში. ხო, 3 წელი საერთოდ არ გამოჩენილა. არავინ არ იცოდა სად იყო. მერე 2 თვეა ჩამოვიდა. თითქოს დალაგდა, ეს ელენეც ბედნიერი იყო, შეურიგდა. ბიჭო, ისე სოქს რა ბელია ხარა? საყოველობენ ბიჭო, ისე ჩტერგოებს ესე მალე რო ირიგებენ მერე და. დაიყო, შენ სხვა არ გინდა სადმე დატყდომა? არა, ესპანეთში გაქცევაზე ალაპარაკი სახჭაპურაში გამოვეპარე ალგას და იცი როგორ მითხდება და. ცოტა დავშვიდი, მამა, ჩამოჯიქი, ამოისუნთქი. ასე ნუ ნერვიულობ. და ნერვიულობ, მამა რა. ჩემ თავზე მეშლება ნერვები. ვიღაცას ხო შეიძლება რომ დავუჯერო რა. როცა გიყვარს, არავის არ უნდა დაუჯერო. ხო, მამა, დაი. ურავ რა ხდება რა ამბავია? 118 მუხს უყენებენ. შეიძლება ადამიანურად მითხრა. ცივი იარაღი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანება. და რამდენია? 4-დან 6 წუთი. ნუ, ბრალს 48 საათში წაუყენებენ. პროცესი ხვალ 3 საათზეა ჩანიშნული. თვითონ ნახე? არა, საშს გამიგეთებენ და 1 საათში შემიშვებენ. აუძიაგურა მერიდება რა გაეშვით ამ საქმეს რა. არ ღირს. ელენე, არ გაინტერესებს სინამდვილეში რა მოხდა? სადა ხარ აქამდე ლევანდო? შენ სამსახურში არ გაგვიანდებოდეს რა. მოიცა, ფული მოიტანე. რა არის რამდენია? სხვა არიცი. ჯო ნახევარის არ არის. ვეკაიფები. ბიჭო, რაც ქონდა ის მოგიტანეთ რა. საერთოდ ეგეც არ უნდა მომეცა. მაგრამ ჯანდაბას რა. დანარჩენი ძმაო რიჟა იპოვეთ და გამოვართვით რა, მე მაგრად მახატია რა. 1 წუთი კაცო, სად გარბიხარ ის რა ქვია. შენ ბიჭს დღეს 5 გაგვეთილი აქვს, ხო? ბიჭო, აღარ გაბედო და გიოს აღარ მიაკითხო რა. ხო, ელენეს რომ მივაკითხოთ. შია. გამარჯობა, უბრალოდ საღამომშვიდობის. არ და რა კარგად დაიწყო დილა. რატო ხდება ესე? ანუ აი, ყველაზე ბედნიერი რო ხარ და კარგად რო ხარ, აი, მაშინ უნდა მოხდეს ყველაზე დიდი უბედურება. არ და ნათია ხა იტყო და ჯვარი გვწერი უბედურებისგანო, მაგრამ აბა ელენეს კითხეთ. იცით რა საწყალი იყო? იმედგაცრუება და სინანული არის ყველაზე საშინელი გრძნობა. ვერ ვიტან ლევანს, მეზიზღება. საერთოდ არ მეცოდება და საერთოდ არ მაინტერესებს რა მოხდა იქ, რატო ქონდა დანა. ისე მიმათთან დაბრუნდა ალბათ.
მაგრამ მართლა არ მაინტერესებს, რაც უნდა ისქნას და სადაც უნდა იქ წავიდეს და ვისთანაც უნდა იმასთან იკონტაქტოს. ელენისგან რა უნდოდა? წავედი, ხარ შემილი ამაზე ფიქრი. Te. Cinaus. Te. Elena ვიცი რომ არ გძინავს. მეც ვერ ვიცინებ. შენ რა თავი ძინებ? ელენე, გიოს რამე პრობლემა რა გქონდეს, დაიწინებდი? დედა ეს რამე პრობლემაა? ხოლმე მეც მაგას ვამბობ. ახლა პრობლემაა ოჯახში და. კაი რა დედა, ეს არის ჩემი პრობლემა, მე ვენდე იმას და მე მომატყუა. არა დე, მეც ვენდე. მე ვფიქრე გამოსწორდა თქო. და ისე კარგად გიქცეოდა, თქვენც ისეთი ბედნიერები იყავთ. აი მელენე, მოპატიერადე, მოპატიო. კაი რა დედა, რა შუაში ხარ? შენ ისე მოტყუდი როგორც მე. არა და ხო მეუბნებოდნენ გოგოები რა ყველაფერი გარკვიაო რა. არა დე. მეც მოტყუდი, ან რამ დაგვაყრუა და დაგვაბრმავა. კარგი შენ შეყვარებული იყავი და მე ამ ხელაქალი. რაღაც დედის ინსტინქტი როგორ არ ჩამერთვა. აი რა ცუდა თორელი მოპატი. მეც. აი რაღაცნაირად თავხელში უნდა აიყვანო. ბოლოს და ბოლოს გიო ყავს გასასრდელი. არავინ არაფერი არ მინდა დედა რა. დე, იცი რა, საქმეებში გადაერთვები და რაღაცნაირად შეგიმსუბუქდება და მიჯერე. არ მინდა არაფერში ჩართო, არ წოლა მინდა. არა, არავით არის წოლა. იცი რა, კარგი, დღეს კიდე გეპატიება და ხვალიდან იცი აი ყველაფერი ის უნდა გააკეთო რაც გევალება. მე არ დავუშვებ, რომ შენა ესეთ ბანალურად ესე დეპრესიულ ქალად იქცე. ღირს ლევანი ამათ. იცი რა, ეხლა მე წავალ, ყავას გავაკეთებ. შენც წამოხვალ, მე შენ გელოდებ.